საახალწლოდ ეგ ჯარიმა ნაძვის ხეზეც ჩამოვკიდეთ. რას ემსახურება ეს ჯარიმები? რას უნდა და კალადეს ჯიბეში. 227 მილიონი ვარი ეს ის თანხა, რაც მთავრობამ ხალხის ჯიბიდან ჯარიმების სახით ამოიღო. ოფიციალური მონაცემებით 2025 წელი რეკორდული ჯარიმების წელი იყო. მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან 59 მილიონი ვარით მეტი ამოიღეს, ვიდრე წინა წელს იყო. ასეთი არასდროს მომხდარა. თქვენ თუ მიგიღეთ ჯარიმა და რას ფიქრობთ ეს არის? ბევრი, მიქუმეტეს რომ სიჩქარეს მუდმივად ვაკონტროლებ, მაგრამ მაინც წეს და გასაჩივრებასაც აზრი არ აქვს. ეს არის პრევენცია თქვენი დაცვა თუ ბიუჯეტის ფულის შევსება თქვენი? ბიუჯეტის ფულის შევსება, განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში. ეს არის მაშინ მომივიდა 100 ლარიანი ჯარიმა. რის გამო არ ვიცი. იდეა ეს ამ ჯარიმებზე ხალხმა ხმა უნდა ამოიღოს და ეს არ უნდა იყოს ჩუმად. ჯარიმები ნამდვილად შესაბამისად ხელფასთან და ეკონომიურ მდგომარეობასთან მაღალია ჯარიმები. რა მიზანი აქვს ჯარიმებს? დარღვევის პრევენცია და გზებზე უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფა თუ ბიუჯეტის შევსება. ხალხი, ვინც დღეს პირველებმა გამოკითხა, ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ჯარიმა არასამართლიანია. პოლიციასთან კომუნიკაციის დროს კი რჩებად განცდა, რომ სამინისტროს თანამშრომლების მიზანია ნებისმიერ ფასად ჯარიმა გამოწერონ და ერთგვარი გეგმა შეასრულონ. ვის გამოეწესებენ ჯარიმებს რომ ხალხმა ჩვენ რო უსაფრთხოდ ვიაროთ მაგის ბრალია ალბათ. ჩვენ უსაფრთხოებაზე ფიქრობთ ძირითადად. თქვენ თუ დაჯარიმებულ ხართ მიგიღეთ ჯარიმა და ჩვენ 200 ლარიანი. ახალი ჯარიმა? ახალ ჯერ გადასახდელი. მიზანი პრევენცია თუ ბიუჯეტის შევსება? ბიუჯეტის აბა ჩვენ ჯავრი ვისა ბიუჯეტს ავსებენ. ბიუჯეტს ავსებენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჯარიმები არის. ზოგადად სახელმწიფოს ბიუჯეტი ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებით ჯარიმებით ივსება. ცოტა ძნელია ჯარიმების გადახდა. აი გუშინ 200 ლარი მე მგონი ყოლის ავტობუსის რამდენად მარტივია მხოლოდ ჯარიმების გადახდა? არ არის მარტივი, არ არის გადახდილი. ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ჯარიმების ზრდა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ემსახურება, თუმცა ოფიციალური ანგარიშები არაფერს ამბობს იმაზე, რამდენად შემცირდა ავარიების რაოდენობა ან რამდენად გაიზარდა ადამიანის სიცოცხლის დაცვა. ციფრებში ჩანს მხოლოდ ერთი რამ – ბიუჯეტის შევსება. არსებობდეს შემაკავებელი სახდელები, რომ ასეთი დარღვევები არ მოხდეს და ამიტომაც იყო, როდესაც სულ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენით მიღებული იქნა კანონი, რომელთაც გამკასრდა პასუხისმგებლობები და ჯარიმების ოდენობა შესაბამის სამართალ დარღვევებზე იმისათვის, რომ ადამიანებისთვის იყოს ეს შემაკავებელი, რომ მათ არ ქონდეთ სურვილი, რომ დიახ გადაიხდიან ჯარიმას და მათ ეპატიებათ აღნიშნული დარღვევა. მნიშვნელოვანი ყველამ დაიცვას საგზაო უსაფრთხოება. არასაკმარისი საპარკინგი ადგილები თბილისსა და დიდ ქალაქებში დაუძლებელ პრობლემად იქცა. შეუძლებელია ცენტრალურ ქუჩებზე მანქანა გააჩერო, მათ შორის კლინიკებთან, სადაც ასობით პაციენტი გადაადგილდება. ამ დროს კი დამნაშავე ისევ ხალხია და კოლოსალური ჯარიმები მისდით. ჩნდება ეჭვი, რომ ქართული ოცნება ბიუჯეტის შევსებას მოქალაქეების ფინანსური წნეხის ხარჯზე ახდენს. ჯარიმის არსი არის ის, რომ ერთი რომ შეამციროს რაოდენობა, მეორე ის, რომ აი ამ ფულით ეს პრობლემა გადაჭრა. ამ შემთხვევაში გვაქვს, რომ ჯარიმები იზრდება, მოცულობა იზრდება თანხის ბიუჯეტში და პრობლემების იზრდება. ანუ უფრო მეტი ადამიანი შავდება ყოველწლიურად და ევროპასთან შედარებით საქართველოში 3-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევებში, ვიდრე ევროპის ქვეყნებში ხდება ეს ყველაფერი და ეს ბიუჯეტში ფული რაც მიდის, საბოლოოში ამ პრობლემის მოგორებას არ ხმარდება, იმიტომ რომ არც საჯარო ტრანსპორტი უმჯობესდება, არც რაღაცა მანქანების რაოდენობა მცირდება და არც რაღაცა მეტ სიფრთხილეს იჩენს ადამიანები, იმიტომ რომ ვიცით, რომ ქართული ოცნების წევრებისთვის შესაძლებელი ყველგან გადაადგილდნენ, მათ შორის ტროტუარებზეც კი მანქანით. ჯარიმების რეკორდული ზრდა ბიუჯეტს მილიონობით ვარს აწვდის, თუმცა რეალური პრობლემები ქვეყანაში კვლავ მოუგვარებელია. ციფრები ნათლად აჩვენებს, რომ საგზაო პოლიტიკის მთავარ მიზანს არა ადამიანების სიცოცხლის დაცვა ან უსაფრთხოების გაუმჯობესება წარმოადგენს, არამედ ბიუჯეტის შევსება.